მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ბატონი დიმიტრი, კატოს ბაბუა და ეთერშია თეთრი კარავი. დღეს უკვე მეორედ მიმყავს გადაცემა და მართალი გითხრათ, ისე აღარ ვნერვიულობ. წინა ეთერი ცოტა მძიმე კი იყო, მაგრამ მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ქალბატონი მაია, ქალთა უფლებების დამცველი, უკვე აგვარებს იმ პრობლემებს, რაზეც ერთი კვირის წინ შევიტყვეთ. ასე რომ გქონდეთ ჩვენი იმედი. ახლა კი ხმოვანი წერილი უნდა მოგასმენინოთ, რომელიც დაწყებითი სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა იამზემ გამოგვიგზავნა. მოგესალმებით. მე გახლავართ დაწყებითი სკოლის პედაგოგი ქართლიდან, იამზე მასწავლებელი. თეთრი კარავის აქტიური მსმენელი ვარ და ძალიან მომწონს, რომ აქ ადამიანებს შეუძლიათ გულწრფელად მოყვნენ თავიანთ პრობლემებზე. სადკივარზე, თავად ვარ მოწმე, როგორ მოგვარდა რამდენიმე ისეთი საკითხი, ერთი შეხედვით ძალიან რთული რომ ჩანდა. მაგრამ დღეს პრობლემებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. მინდა რომ ჩემი სადამრიგებლო კლასის შესახებ გიამბობთ და თქვენი რჩევებიც მოვისმინო. იმედი მაქვს ამ თემას აუცილებლად ეყოლება გულშემატკივარი. ძალიან ხშირად ვხედავ სოციალურ ქსელში ჩვენი თანამემამულეების დადებულ ფოტოებს. ზოგს რომელი ქვეყნიდან და კომენტარებს. რა საოცრება, რა ზღაპარში ხარ, რა სამოთხეში ხარ. მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა რომელიმე სხვაზე ნაკლები სამოთხეა? არა. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ბევრი ისე მიემგზავრება საზღვარგარეთ, საკუთარი ქვეყანა არ აქვს ნანახი და რა გასაკვირია, რომ უცხოზე გაგიჟდეს და გადაირიოს. ამაში მე ახალგაზრდებს არ ვადანაშაულებ. იქნებ არც მშობლების ბრალია. ამ მძიმე სოციალურმა პირობებმა მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმართა მათი მიზნები, რომ საჭმელ სასმელი არ მოაკლდეთ მათ შვილებს, არადა სულიერი შიმშილი, ხომ ფიზიკურ შიმშილზე არანაკლებ საგანგაშოა. მე ჩემი მოსწავლეები ყოველ შაბათ-კვირას დამყავს ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად. იცით მარტო ქართლში რამდენი რამ არის სანახავი. ჩვენ მხარეს რომ ბოლომდე მოვივლით, მერე სხვა კუთხეების მონახულებაც გვაქვს გეგმაში. ვიცი სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანია, რომ ბავშვებს პატარაობიდან შევაყვაროთ ჯერ თავისი კუთხე, მერე კი მოვატაროთ, ვამოგზაუროთ საკუთარ სამშობლოში, რომ საკუთარი ქვეყნის გამოც ჰქონდეთ სიამაყის განცდა. ეს იყო ჩემი სათქმელი. დიდი მადლობა. ვეთანხმები ამ ქალბატონს და მგონი უკვე ვიღაც გვეხმიანება. დიახ, გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ლაგოდეხიდან. ეს რა კარგი იდეა მოგვაწოდა ამარა ჩვეულებრივმა ქალბატონმა იამზემ. მეც პედაგოგი გახლავართ და ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩვენც გვაქვს მოვლილი ჩვენი მხარე. მაგრამ ამ უსახსრობის გამო სხვაგან ვერ ვახერხებთ წასვლას. კაი ჯანდაბას ერთ ავტობუსს როგორმე დავიქირავებდით, მაგრამ სასტუმროს ხარჯებს ნამდვილად ვერ შევძლებთ. ამიტომაც ჩვენ ვიქნებით პირველები და გეპატიჟებით ლაგოდეხში. მეც დაწყებითის პედაგოგი ვარ და ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვები თავიანთ ოჯახებში გაგიწევენ მასპინძლობას. ერთი კი არა, ორი დღეც არ ეყოფა აქ იმდენი რამეა სანახავი. ჯერ მარტო ლაგოდეხის ნაკრძალი რატყირს, აბა ველოდები თქვენ გამოხმაურებას. დიახ, გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მე პენსიონერი ქალი ვარ რაჭიდან, ნათელა ვარ თქვენ შემოგევლეთ პენსიონერი 68 წლის ონიდან. ჩამობრძანდით ჩვენთან ონში მასწავლებლები, მოსწავლეები, გინდა ჩემსავით პენსიონერები, ყველას გამოგიძებნით დასარჩენს. აბა რა, სხვა თუ არაფერი გვექნება ლობიანებს მაინც დაგიცხობთ. აქ კიდე სანახავის მეტი რა არის, მაგას რა ჩამოთვლის, ბარაკონს გაჩვენებთ, ნიკორწმინდას, უწერას, შაორის ტბას, გელოდებით კეთილი გულით. ამას ქვია სიკეთე გადამდებიაო. უცებ რამდენ ადამიანს მოუნდა მასპინძლობა. გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. თუ არ შეწუხდებით რა, ერთი ლობიანის რეცეპტიც რომ მკითხოთ იმ ქალბატონს რაჭიდან. ნამდვილი რაჭული ლობიანის რეცეპტი მინდა. თორემ ნამცხვარს როგავს ეგეთებს მეც კი ვაცხობ. კი გენაცვალე, დიდი სიამოვნებით. ახლა ჩვენი დრო სამწუხაროდ უკვე ამოიწურა, მაგრამ შემდეგ შეხვედრისას პირობას გაძლევთ, რომ პირდაპირ ლობიანის რეცეპტით დავიწყებთ.
აბა, მომავალ შეხვედრამდე.